ლეჟავა საჯარო მოსამსახურებთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თანადამფუძნებელი პარლამენტის კვლევითი ცენტრის კვლევარი არის ჩვენი სტუმარი ახლა და თქვენგან შევეცდებით გავიგოთ მეტი მე ვთქვი რომ ძვირი ჯდება თქო და გიგა სოფრომაძე გაათავისუფლებს თანამდებობიდან ეს დაგვეწია 8 წლიანი მუშაობის შემდგომ აღმოჩნდა რომ მის საქმე რასაც აქამდე ვაკეთებდი აღარ ყოფილა საჭირო ის იყო კონსტიტუციის 78 მუხლი ასე ქვია თქვენს პროფკავშირებს მისი თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე ხო და აი პირველი შედეგია უკვე ასე უპასუხა სისტემა მის აქტიურობას. რამდენად ახლავს ამას ფასი და რა გამოძრავებთ თქვენ როცა ამ საქმეს აკეთებთ? ეკა პირველი მადლობა მოწვევისთვის. ბოდიში სულ. კი ბატონო. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მგონია რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით იმით რომ გუშინ გავერთიანდით ყველანი კიდევ ერთხელ და წავედით იუსტიციის სახლში დავარეგისტრირეთ მაგრამ ეს პროცესი არ დასრულებულა და ვერ გეტყვით რომ სიურპრიზებს არ ველოდებით მაგრამ შეიძლება არც დარეგისტრირდეს შეიძლება ცოტა შეფერხებები გქონდეს მაგრამ ამის მზაობაც გვაქვს მთავარი არის ის რომ ჩვენ ვართ თანამოაზრეები მთავარი არის ის რომ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები ჩვენს უკან არ დგას არანაირი ვიწრო პარტიული ინტერესი და ჩვენ გვაქვს ზუსტად იგივე შეძახილი ერთმანეთისა და საზოგადოებისადმი, რაც გქონდა თუნდაც მარშის დროს, რომ ჩვენ ვემსახურებთ სახელმწიფოს და სახელმწიფო ინტერესებს. შესაბამისად, სადამდეაც არ უნდა გაიწელოს ეს პროცესი, როგორი დამაზარალებელიც არ უნდა იყოს ეს თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. იმ წამიდან, რა წამსაც თითოეულმა ჩვენგანმა გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწერა განცხადება, ღიად გავმიჯნულიყავით ირაკლი კობახიძის გამოცხადებულ ახალ კურსს თუ შეჩერებულ კურსს ევროკავშირის მიმართულებით, რაც არის ცალსახა კონსტიტუციის დარღვევა და საქართველოს საგარეო კურსიდან გადახვევა. აი ამ წამიდან ჩვენ უკვე გააზრებული გვქონდა რა გზით ვივლიდით, რა შედეგები შეიძლებოდა მიგვეღო სანაცვლოდ. და აი ზუსტად ამას ხედავთ, გიგა არის ერთ-ერთი სხერპლი ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ეს იქნება დარწმუნებული ვარ, იქნება დროებითი, იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია ზუსტად შევქმნით იმისთვის, რომ იყოს მექანიზმი, ქმედითი მექანიზმი, რომ ვიმოქმედოთ ორგანიზებულად, ვიმოქმედოთ ერთად, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მარტო, ჩვენ ყველას გვაქვს გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროებში. ჩვენ ასევე გვყავს იურისტები, ჩვენ გვყავს ასევე პარტნიორები, საერთაშორისო პარტნიორები, ადგილობრივ დონეზე პარტნიორები. შესაბამისად, დაბნეულები არ ვართ. არ ველოდებით, რომ ეს არის დღის დასასრული. უბრალოდ ვართ მზადყოფნაში და ველოდებით ბურთი მათ მოედანზე ახლა. გასაგებია, ჩაგეკითხებით ნინი აქ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და მე აღნიშნე, რომ ეს ხდება პირველად საქართველოს ისტორიაში, შეიძლება ითქვას, ასე მკაფიოდ, როცა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით პოლიტიკას, რომელიც ხელისუფლებამ გამოგვიცხადა და ასე და ეს არ ეხება რაღაც დღევანდელ ან ხვალინელ თემას, ეს ეხება საქართველოს ევროინტეგრაციის თემას. პრინციპში ესეც პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში, რომ კურსიდან გადახვევა დაგვიანონსა ფაქტობრივად და კონსტიტუციის დარღვევა საქართველოს ხელისუფლებამ. რამდენად ბევრნი ხართ? რამდენად ბევრი აცნობიერებს საჯარო სექტორში იმას, რომ ახლა თუ გაჩუმდება, მას მოუწევს ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც არც ადამიანის უფლება იქნება დაცული, არც ევროპული ღირებულებები და ეს არ უღირს არც ერთ სამსახურად. რამდენად ბევრი ხართ, ვინც ამას ამბობს ხმამაღლა, ან ვინც ხვდება, მაგრამ რატომღაც ვერ სვედავს ჯერჯერობით. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო შეკითხვისთვის. გეტყვით ესე სტატისტიკას რომ მივყვეთ სუფთა ციფრებს და რიცხვებს. ხელმომწერი ადამიანების რაოდენობა არის 3000-მდე. სხვადასხვა ინსტიტუტიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროდან, თავდაცვის სამინისტროდან, თბილისის მერიიდან, პარლამენტიდან, ეროვნული ბანკიდან. მასშტაბური რიცხვია. ოღონდ მინდა გითხრათ, რომ ამ რიცხვის უკან კიდევ ძალიან ბევრი ხალხი დგას, იმიტომ რომ მე თვითონ ვიყავი ამის ერთ-ერთი ინიციატორი და იმ ღამეს, როდესაც ეს ყველაფერი წამოვიწყეთ, ჩვენ დავიწყეთ 5 ადამიანმა 15 გავხდით 9 საათში და მეორე დღეს ვიყავით 450. ასევე ვერ აუდიოდი მე ზარებს და მესიჯებს, რომ თუ შეიძლება ტექნიკურ ჯგუფს დაავალეთ, რომ დროზე აისახოს ჩემი სახელი სიაში. ადამიანები ისხდნენ და ელოდებოდნენ, როდის დაინახავდნენ საკუთარ გვარს და სახელს იმ
სიაში, რაც მათთვის იყო ღირსების საკითხი. უბრალოდ რამდენად ბევრი ვართ ეს თქვენ ციცით რომ საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა არის ეკონომიკური პრობლემა და შეჭირვება ოჯახების და ადამიანების. შესაბამისად ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩვენს უკან, ვინც ვერ გაბედა ამაზე ხმამაღლა საუბარი და ხელის მოწერა. მაგრამ ზეწოლა მათზე, აი ეს მინდა ვიკითხო, რამდენად გარისკეთ თქვენ და არა მარტო იფიქრეთ ასე, მაგრამ მე გაბედეთ ამის კეთება, რამდენად იყო პროცესში ხელშეშლა, აი თქვენ ინიციატორები. იცით რა ეს პროცესი იყო მაქსიმალურად დახურული, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რისკების გათვალისწინებით, მაგრამ ნუ მაინც რა თქმა უნდა, გეთანხმებით, მაგრამ ზეწოლა იყო, ზეწოლა არის და ვიცით რომ იქნება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გვინახავს და არ ახალია, მაგრამ როგორც გითხარით, ამისთვის მზად ვართ. მზად ვართ, რომ იმ ადამიანებისთვის ვიბრძოლოთ, ასე რომ ვთქვათ, ვისაც არ შეუძლია ხმამაღლა და ცხადად ამ ყველაფრის დაფიქსირება და გაკეთება, ვისაც ახლა ეშინია, ვინც მისი კეთილსინდისიერი არჩევანის გამო, იმ არჩევანის გამო, რომ მორალურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამის სანაცვლოდ გადადო მისი პირადი კომფორტი, მისი ოჯახის სტაბილურობა და კეთილდღეობა, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს ადამიანები ახლა დავიცვათ და მათ შევუქმნათ გარკვეულწილად რაღაცა რბილი ბალიში, რომ ამისთვის სადამსჯელოდ, რასაც მათ წინააღმდეგ გააკეთებენ, მათი შეგრძნება არ იყოს ისეთი მკვეთრი და მკაფიო, როგორიც ეს ჩაფიქრებული აქვს. კი ბატონო, ზეწოლის მექანიზმი ალბათ ერთ-ერთი მთავარი არის, რომ მათ გაუშვებენ სამსახურიდან ასეთი მუქარა, ხომ? აი აქ როგორ აზღვევს პროფკავშირები, როგორ ეხმარებით ამ ადამიანებს სამომავლო რისკების დაცვის? კი ბატონო, მოგახსენებთ, ზეწოლა არის, მტრული გარემოც არის, იმიტომ რომ ქრონოლოგიურად რო გადავავლოთ თვალი, ეს ხომ დაიწყო ჯერ ხელმოწერები შევაგროვეთ, შემდგომ განცხადებები გავაკეთეთ, შემდგომ გქონდა მარში, უკვე მეორე მხრიდან გამოგვეხმაურნენ, დაგვემუქრნენ, ასე რომ ვთქვათ, საჯაროდ. რა ტიპის მუქარა იყო ეს? ნუ ეს მუქარა თუ გახსოვთ ირაკლი კობახიძემ გააკეთა დაგვიანონსა, ასე რომ ვთქვათ, წვენდა ამას მოყვა შემდგომ კახა კალაძის განცხადებაც, რაც შემდგომ ითარგმნა ნაბიჯებში და მივიღეთ ეს კაბალური და მორალისგან დაცლილი ცვლილებები კანონში საჯარო სამსახურის შესახებ, რაც ასევე ცალკე საუბრის თემა არის, იმიტომ რომ ამ ცვლილებებმა მთლიანად გამოშიგნა ამ კანონის მორალი, ობიექტურობა, ის საფუძველი, რაც ქმნიდა და თავდაცვის მექანიზმს საჯარო მოსამსახურეებისთვის. ახლა ეს კანონი ყველანაირად უწყობს ხელს იმ პროცესებს, რომ საჯარო მოხელეები გახდნენ ერთპარტიული ვიწრო პარტიული დავალებების შემსრულებელი და ეს ასე არ არის. კი ბატონო, თქვენ იბრძოლებთ ამ ადამიანების დაცვისთვის. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ. მე როგორც გითხარით, ჩვენ მუშაობთ საერთაშორისო დონეზე, ჩვენ მუშაობთ ეროვნულ დონეზე, მუშაობთ ბიზნესთან, კერძო სექტორთან. მე არ დავიწყებ ახლა ჩამოთვლას იმ ორგანიზაციების, მაგრამ ყველას ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი მათი ინიციატივისთვის და ასევე ყველას მოუწოდებ, რომ ხარში დაგვიდგნენ. ჩვენ ყველანი ვემსახურებით ახლა ერთ იურიდიული და ფინანსური მხარდაჭერა, როგორც მივხვდი, ამას ეცნებით. იურიდიული და მხარდაჭერა, ფინანსური მხარდაჭერა არიან საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები, რომელთაც შეიძლება ფინანსური მხარდაჭერა არ შეეძლოთ, მაგრამ შეეძლოთ თვითონ სხვა სერვისის გაწევა. ჩვენ ამ ყველაფერზე ვზრუნავთ, ამ ყველაფერზე ძალიან მალე დეტალურად მოგახსენებთ და თვითონ ჩვენ დაგეხმარებით ამის გავრცელებაში. კი ბატონო, დიდი მადლობა. სტრუქტურას. დიდი მადლობა ნინი ლეჟავას.